ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. როგორ ემზადებიან სკოლები ახალი სასწავლო წლისთვის, რა პრობლემები აქვთ და რა სიახლეები იგეგმება. დღეს გამართულ შეხვედრაზე ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს. ვისაუბრეთ ჩვენს პრობლემებზე, თუ რა გვაწუხებს თითოეულ სკოლას, რა ცვლილებები გვაქვს, რა გეგმავთ ახალი სასწავლო წლიდან და რა გეგმებს განვახორციელებთ. ასევე ვისაუბრეთ ახალი კარიერული ზრდის გეგმაზე, ასევე გავაკეთეთ შეჯამება, ანუ რა წარმატებები აქვს ჩვენს მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებზე და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან საჯარო სკოლები. რამდენიმე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თითქმის რაიონის სკოლები მზად არიან, რომ ახალი სასწავლო წელს გამართულად ხვდებით მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი ახალი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბაკურიანში, მიმდინარეობს ბორჯომის პირველ საჯარო სკოლაში, ასევე სპორტული და მოედანი კეთდება ფაფაში, ახალდაბაში კეთდება ინგლისური ენის კაბინეტი და განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ჩვენი რაიონის მუნიციპალიტეტის წვლილი ამ საქმეში. მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ბაკურიანის საჯარო სკოლაში. აღნიშნული სამუშაოების გამო შესაძლოა ამ სკოლაში სწავლის პროცესი დროებით რამდენიმე დღით გადაიდოს. გათბობის სისტემა არ იყო წლების განმავლობაში და განათლების სამინისტრო ამ კუთხით ძალზედ კარგად გვეხმარება. პირველ სართულის იატაკების მდგომარეობა იყო ძალიან ცუდი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის კეთილინებით და სრული მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, ეს ხორციელდება და სკოლის ახსრებით ხდება ტუალეტების რეაბილიტაცია. სკოლას უკეთდება მთელი სკოლის გარშემო პერიმეტრზე სარინელები, იცვლება სახურავი მთლიანობაში. კეთდება სააქტო დარბაზის სრული კეთილმოწყობა. პირველ კლასელთათვის გაკუთვნილ საკლასო ოთახში კეთდება სრული რეაბილიტაცია, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აგრეთვე ექიმი გვეყოლება სკოლაში. უახლოეს მომავალში იგეგმება წაღვერის სკოლის სრული რეაბილიტაცია. ახალი სკოლა ევროსტანდარტებს დააკმაყოფილებს. წაღვერის სკოლა არის მილენიუმს პროგრამით ჩართული, მთლიანად უნდა გადაკეთდეს სკოლა და ეს დაგეგმილია და ამ მიზნით ჩვენ სკოლის მონაცვლეობა უკვე გათვალისწინებული გვაქვს, როგორც კი დაიწყება სკოლა შეიცვალს ადგილს და ამ მიზნით ჩვენ დაქირავებული გვაქვს, სკოლას დაქირავებული აქვს სპეციალურად კორპუსი. სკოლა გადავა კეჩხობში 4 თვის განმავლობაში და იქ ის ყველაფერი გვაქვს უზრუნველყოფილი და მოწესრიგებული. ტრანსპორტირება მოსწავლეების, გათბობა მოსწავლეების, ინვენტარი მოსწავლეების, ეხლა რაც მასში იქნება და ამ პერიოდში კი სკოლა ძირფესვიანად ევროპული სტანდარტების სკოლა გვექნება წაღვერში. შეხვედრა საჯარო სკოლების დირექტორებთან დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. როგორც საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მომდევნო კვირაში ის სოფლებს ესტუმრება და საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებს ადგილზე პირადად გაეცნობა.